სალამი მეგობრებო, დღეს წავიკითხავთ და გავაზიარებ ჩემს გამოცდილებას მეორე ნაბიჯთან დაკავშირებით, ვკითხულობთ ანონიმური ემოციონალების მთავარ სახელმძღვანელოს და მეორე ნაბიჯი იძახის, რომ ჩვენ ვირწმუნეთ, რომ მხოლოდ ძალას უფრო ძლევამოსილს ვიდრე საკუთარია, შეუძლია აღვიდგინოს საღად აზროვნების უნარი. შესავალში წერია, რომ ეს არის იმედის ნაბიჯი. ვინაიდან ჩვენ არ შეგვწევთ ძალა, რომ საკუთარი თავი გამოვაჯამთელოთ. საჭიროა განმავითაროთ დაჯერება, შემდეგ კი რწმენა, იმ ძალის მიმართ, რომელიც უფრო დიდია ვიდრე საკუთარი. ანუ უმაღლესი ძალის მიმართ. სანამ კითხვას გავაგრძელებ, აქ გავუსვავ ორ დეტალს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ წერია, რომ საჭიროა განმავითაროთ დაჯერება, შემდეგ კი რწმენა. და ეს რას ნიშნავს? ესე იგი, დაჯერება რომ მე მჯერა, არ ნიშნავს იმას, რომ მე მწამს. დაჯერება და რწმენა ორი განსხვავებული მოცემულობა არის. აი მაგალითად მე როდესაც პირველად წერდი მეორე ნაბიჯს, მქონდა ჩემებური სისტემა მაღალი ძალის, რომელსაც ვეძახი ღმერთს და ეს ღმერთის კონცეფცია მთელი ცხოვრების მანძილზე პატარა ბავშვობიდან აღიქმებოდა ან დამსჯელობითი სისტემა იყო, ან დამაჯილდოვებელი სისტემა. ანუ ჩემი კონცეფცია ამისგან შედგებოდა რა, რომ თუ კარგად მოვიქცეოდი, დამაჯილდოვებ და თუ ცუდად მოვიქცეოდი, დამჯიდა და მთელი ჩემი ცხოვრება რაც მახსოვს მაღალ ძალასთან ურთიერთობა იყო ეს, რომ არ გავაკეთო რამე ისეთი, რომ არ დავისაჯო და გავაკეთო რამე ისეთი, იმიტომ კი არა, რომ ჩემი შინაგანი მოთხოვნილება ან ეს სურვილი არის, არამედ გავაკეთო რაღაცეები, რაშიც ჯილდოს მივიღებ რა. და ეს იყო დაჯერება. დაჯერება, რომ მე მჯერა, რომ არსებობს რაღაცა სისტემა, ღმერთი, კაცი, წვერებში, ჩემი წარმოდგენით, რომელიც ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და მე მჯერა და ამის ესეთი დაჯერება მაქვს, რომ განმიკითხავს, დამსჯის, დამაჯილდოვებს და ასე შემდეგ. ეს არის დაჯერება. რომელიც არ გულისხმობს თავის თავში რწმენას. რწმენა არის ნდობის შეგრძნება. უპირობო ნდობა მოცემულობების, სიტუაციების მიმართ და იმ სამყაროსეული კანონების მიმართ, როგორც შეიძლება მე მესმოდეს მაღალი ძალა, შეიძლება იყოს ღმერთი, შეიძლება ადამიანი, შეიძლება რაღაც მოცემულობა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება და ვინ იქნება, მაგრამ რწმენა დაჯერებისგან განსხვავდება იმით, რომ რწმენა გულისხმობს ნდობას, სრულ მინდობას და დაჯერება არის ბრმა, გაუაზრებელი რწმუნებულება, რომელიც მაკავშირებს კონკრეტულ სისტემასთან. რწმენა არის განცდის დონეზე, რომ მე ვენდობი შინაგანად ამ მოცემულობას და იმ მაღალ ძალას, რასაც ღმერთს ვეძახი, და ნდობა ნიშნავს იმას, რომ რაციონალიზაციას მოკლებულია მთელი ჩემი გადაწყვეტილებები და ეს მოქმედებები. ნდობა ნიშნავს, რომ ჩემი რაციონალური გონება უკანა პლანზე გადადის და წინა პლანზე გადმოდის ის მოცემულობა, რა მოცემულობასაც მე ვიძახი, რომ მე ამ მოცემულობის მწამს. მაგალითად, ღმერთს როგორც მე აღვიქვამ, თუ ამ ღმერთის მწამს, მაშინ მისი პრინციპებია პირველ ადგილას და არა ჩემი რაციონალური გონება. ანუ ვენდობი მე მას ბოლომდე და აღარ რჩება ადგილი იმისი, რომ საკუთარი გონების გათვლების, სტრატეგიები და კონტროლის ადგილი დამრჩეს. აღარ საჭიროებს ჩემი გონება აქტიურობას. რითაც მე დღემდე მოვედი და ვიძახი, რომ იცი რა, ჩემმა გონებამ გადამარჩინა და ეს გონება არის, რაზეც ვდგავარ, ეჭვის ქვეშ დგება. შეიძლება ეს გონება მაინდა-მაინც ვერ მუშაობს ისე, რომ დღეს ფაქტია, რომ მე ბედნიერებას ვერ განვიცდი, წარსულში ვარ, მომავალში ვარ და შეიძლება ეს გონება, როგორც მე მაქვს დაჯერება იმისი, რომ მუშაობს, შეიძლება ვერ მუშაობდეს. და აი რაციონალური მდგომარეობიდან გამოსვლა ნიშნავს, რომ შევდივარ ნდობაში, ანუ რწმენაში. მაგრამ ამის პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ჯერ ვანვითარებ დაჯერებას და ჩემი ძველი დაჯერება, რაც ვთქვი, რომ უკვე იყო ეს დამსჯელობითი და დამაჯილდოვებული სისტემები, ამას გადავხედო ჯერ და ჩემ შემთხვევაში ამის დაჯერება ჩაანაცვლა, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში იყო 12 ნაბიჯის პრინციპები, სპონსორის პრინციპები, რეკომენდაციები და ხელმძღვანელობა. ასევე იყო ანონიმური ემოციონალების ერთობა და ეს რამ გამოიწვია. მე რო ჯგუფზე მივედი და ადამიანებს უსმენდი, მაგალითად მე პირველი 3 თვის განმავლობაში აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვაზიარებდი, მხოლოდ ვისმენდი რა. და როდესაც უსმენდი ამ ადამიანებს, რომ აზიარებდნენ ისეთ რაღაცეებს, რაც
პირდაპირ კავშირში იყო ჩემს ცხოვრებაში და მეგონა რომ ჩემს ისტორიებს აზიარებდნენ, ზოგჯერ მქონდა ხოლმე ეგეთი შეგრძნება, რომ ამ ადამიანებმა ჩემზე რაღაცა იციან და ეხლა ჩემს გასაგონად ყვებიან რა. იმდენად იდენტურ ისტორიებს ყვებოდნენ. შეიძლება ფორმები და ადამიანები იცვლებოდა, მაგრამ აი ეს ემოციები, რასაც აზიარებდნენ, ის შებოჭილობა, დაბნეულობა, გაურკვევლობა, რასაც აზიარებდნენ, ზუსტად ერთ-ერთი აღწერდა იმას, რაც ჩემს შინაგან სამყაროში ხდებოდა. ოღონდ მე ამას ვერ ვაზიარებდი, მაგრამ ეს ადამიანები ჩემს სათქმელს თავიანთი პირით აზიარებდნენ. ამან გამიჩინა დაჯერება, რომ შეიძლება ამ ადამიანების ცხოვრებაში ეს პრინციპები მუშაობს. და მე დავიწყე დაჯერება იმისი, რომ თუ მე ამ პრინციპებს გადმოვიტან ჩემ თავზე, შეიძლება ჩემზეც იმუშაოს. და ამის ქმედება დავიწყე. და როცა ეს ქმედებაში მომყავს, ფაქტად ხედავ, რომ ჩემში შინაგანი მდგომარეობა და გარეგანი მოცემულობები იცვლება. ამან უკვე გააჩინა რწმენა. ანუ ამან შემიყვანა ნდობაში. და ეს ამ ნდობის განვითარება არის ის, რომ ხედავ, რომ მე რაც მეგონა შვება, ის ყოფილა გათვლები, სტრატეგიები, კონტროლი. მე რაც მეგონა სიყვარული, ის ყოფილა ტოქსიკური ურთიერთობა. მე რაც მეგონა ერთობა, ის ყოფილა განცალკევება. და ეს იმიტომ, რომ ყველა სფეროში, ჩემი ცხოვრების ყველა სფეროში ნდობა მაკლდა რა. ყველგან ჩემი გონება უნდა ჩარეულიყო. და მეორე ნაბიჯი მასწავლის, რომ ჯერ დავიჯერო და მივიდე დაჯერებამდე, რომ შეიძლება ჩემ ცხოვრებაში რაღაცები რომ არ მუშაობს, შეიძლება ჩემი გონება ვერ აკეთებს ამის უზრუნველყოფას და მაგიტომაც ვერ მუშაობს და ჩემი გონება არ არის ის, რომელსაც უნდა დავეყრდნო, ჩემი აზრები არ არის ის, რომელსაც უნდა ვენდო, ჩემი ემოციები არ არის ის, რომელსაც უნდა ვენდო, იმიტომ რომ ცვალებადია ეს ყველაფერი და მე მჯერა და ვხედავ ამ დაჯერებულობას ჩემ ცხოვრებაში რომ არსებობს რაღაც პრინციპები, რომლებიც სხვა ადამიანებს ეხმარება და მე ვიწყებ დაჯერებას ამ პრინციპების. შემდეგ გადმომაქვს საკუთარ ცხოვრებაზე და ვხედავ ჩემში როგორ იწვევს ეს ცვლილებებს, მოშვებას, მოდუნებულობას, მინდობას და შევყავარ რწმენაში. კარგით, გავაგრძელებ კითხვას. ძალა უფრო ძლევამოსილი ვიდრე საკუთარია. როდესაც ანონიმურ ემოციონალებში მივედით, ზოგ ჩვენგანს არანაირი შეხედულება არ ქონა უმაღლეს ძალაზე. ზოგი ძალიან დაბნეული იყო ღმერთის არსთან დაკავშირებით. ზოგი ღმერთს მხოლოდ იმად აღიქვამდა, რისიც უნდა გვეშინოდეს, ან რაღაც დამსჯელობითად ასოცირდებოდა. ზოგიც თვლიდა, რომ მათ კარგი ურთიერთობა ქონდა თავიანთ უმაღლეს ძალასთან, თუმცა გაუგნებულები იყვნენ, რომ ამით მათი ემოციური პრობლემები ვერ გვარდებოდა. ზოგი ეძებდა რაღაცას, რასაც იწამებდა. ზოგმა კი გადაწყვიტა, რომ ღმერთი არ არსებობდა. მეორე ნაბიჯზე ჩვენი პასუხისგებლობაა ჩამოვაყალიბოთ ჩვენივე რწმენის სისტემა. არ არის საჭირო გავყვეთ სხვის გზას. ისინი, ვისაც აქვთ რელიგიური რწმენა, რომელიც მათთვის კომფორტულია, იყენებენ ამ რწმენას. მათ ვისაც არ აქვს ჩამოყალიბებული წარმოდგენა იმაზე, თუ რისი უნდა სწამდეთ, მხოლოდ შესაძლებლობების შესწავლა სჭირდებათ. ეს ნაბიჯი თითოეული ჩვენგანისთვის იმაზე დიდი ხნით ადრე იმუშავებს, ვიდრე ჩვენ რწმენის სისტემის შესახებ სრული წარმოდგენა შეგვექმნება. აქ გავაზიარებ პატარა გამოცდილებას, რომ ეს ზუსტად აღწერს ჩემს გამოცდილებას, რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში. მე როდესაც მეორე და მესამე ნაბიჯებს ვწერდი, ამას სპონსორთან ხშირად ვაზიარებდი ხოლმე და მეც შინაგანი დაუკმაყოფილებლობა და შინაგანი რაღაცნაირი უკმარისობა მქონდა განცდა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. რა, არიან ადამიანები ამხელა სიყვარულის განცდაში არიან, ღმერთის აღქმაში არიან, მაღალი ძალის კონცეფცია აქვთ და ღმერთს ესაუბრებიან. და მე კიდევ არაფერი მსგავსი არ გამაჩნია, რომ მხოლოდ არის დამსჯელობითი ან დამაჯილდოებელი და მეშინია მოკლედ ამ მაღალი ძალის, რომელთანაც არანაირი სიახლოვის განცდა არ მაქვს რა. და მახსოვს რომ აი ეგ მტანჯავდა, ეგ შეგეძნება რომ რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე, რომ მეც მოვიპოვო აი ეს მაღალძალასთან ურთიერთობა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ახლა წავიკითხეთ, რომ იმაზე დიდი ხნით ადრე იმუშავებს, ვიდრე ჩვენი რწმენის სისტემის შესახებ სრული წარმოდგენა შეგვექმნება. აი აქ ძალიან დამხმარე არის, რომ არ შევადარო ჩემი გამოცდილებები სხვის გამოცდილებებს, ჩემი რწმენა სხვის რწმენას, ჩემი კონცეფცია სხვის კონცეფციას. შეიძლება მოვისმინო სხვა ადამიანების, რაღაცა განცდაში გავატარო, რაღაცა რაც მომწონს ავიღო, მაგრამ და რაც არ მომწონს დავტოვო, მაგრამ რაც როგორც კი შევდივარ შედარებაში, ეს იწვევს ტანჯვას, რომ თითქოს ვიღაცის გზა, თითქოს ჩემი გზაც მინდა რომ გახდეს. და აქ ხედავ ჩვენ რომ ყველა ადამიანს თავისი უნიკალური განსხვავებული გამოცდილებების, რწმენის და ცხოვრების გზა გაგვაჩნია. უნიკალური არ ნიშნავს, რომ ჩემი უფრო უკეთესია ვიდრე სხვისი. უნიკალური ნიშნავს, რომ განსხვავებულია რა, ინდივიდუალურია. და ყველა იმ დროს ვიღებთ იმ გამოცდილებებს, რისი მზაობას გაგვაჩნია. მაგრამ ამას გონება ვერ განსაზღვრავს. ეს ზუსტად რწმენის საკითხია, რომ მე ვენდობი ამ პროცესს რა. მე პროგრამას ვენდობი, ამ პროცესს ვენდობი, რეკომენდაციებს ვენდობი, ჩემს წინამავალ ადამიანებს ვენდობი, ხელმძღვანელებს ვენდობი. და ვენდობი ამ გზას,
და არ მაინტერესებს ეს დღეს მოხდება თუ ხვალ მოხდება. და როგორც კი ვიწყებ ამაში მოშვებას, მოდუნებას და მართლა რწმენას, რომ მივენდო პროცესს, ეს პროცესი სულ მოძრავია ეს. მე ვერ დავჯდები და ვერ დაველოდები, რომ ჩემში მოხდეს. ეს პროცესია. და ამ პროცესში იმაზე დიდი ხნით ადრე იმუშავებს, ვიდრე ჩვენი რწმენის სისტემის შესახებ სრული წარმოდგენა შეგვექმნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგით, გავაგრძელებ. ამ დიდებული ურთიერთობის განვითარება ყოველთვის ადვილი არ არის და მოითხოვს, რომ გულწრფელად შევხედოთ ჩვენს გრძნობებსა და რწმუნებულებებს სულიერი საკითხებთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ განისაზღვრება ეს აღმატებული ძალა. ჩვენ უბრალოდ უნდა შევიმუშაოთ უმაღლესი ძალის შეხედულებათა სისტემა, რომელიც ჩვენთვის მუშაობს. არ აქვს მნიშვნელობა რისი ან ვისი გვწამს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვწამდეს, რომ არსებობს რაღაც ან ვიღაც, ვისაც ჩვენზე მეტი ძალა აქვს და ის ამ ძალას ჩვენს გამოჯამთელებაში დასახმარებლად გამოიყენებს. ეს შეიძლება იყოს ღმერთის ნებისმიერი იდეა, ანონიმური ემოციონალების ჯგუფი. მრავალი ადამიანის ერთობლივად მუშაობის ძალა გამოჯამთელებისთვის უფრო დიდია, ვიდრე ერთი ადამიანის ძალა. ბუნება, ძალა, რომელიც ნამდვილად ჩვენზე დიდია. უნივერსალური პრინციპების იდეა, ნებისმიერი რამ, რისი მიღებაც შეგვიძლია, როგორც ძალა, უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი საკუთარია. ჩვენ აღარ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების მართვა, საკუთარ თავთან და სხვებთან მშვიდობიანად თანაცხოვრება და ამ სასოწარკვეთილების გამო იძულებული ვართ უმაღლეს ძალას მივმართოთ. ყველაფერი ჩვენი ზრდა, ანონიმური ემოციონალებში, სიმშვიდე, ბედნიერება და კეთილდღეობა დამოკიდებულია ჩვენზე, ძლევამოსილ ძალაზე და არა ჩვენს საკუთარ შეზღუდულ შესაძლებლობებზე. რწმენა არის ნდობა და დააყრდნობა ჩვენზე აღმატებულ ძალაზე. იმისთვის, რომ უფლებამოსილი ვიყოთ ჩვენი უმაღლესი ძალის დახმარების მისაღებად, ჩვენ არ გვჭირდება რადიკალური ცვლილებების შეტანა. ეს ძალა ჩვენთვის ხელმისაწვდომია ზუსტად იქ, სადაც უკვე ვართ. თუ ამ ურთიერთობის განვითარება გვიჭირს, შეგვიძლია დავიწყოთ სხვა ადამიანის ნდობით, სპონსორის ან ჩვენი ანონიმური ემოციონალების ჯგუფის სხვა წევრის. მეორე ნაბიჯი მოითხოვს, რომ ვაღიაროთ ჩვენზე აღმატებული ძალის არსებობა. როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ ყოვლისშემძლენი არ ვართ, შეგვიძლია შევწყვიტოთ ღმერთად ყოფნის მცდელობა და ღმერთს მივცეთ საშუალება, რომ იყოს ღმერთი. ბევრი ჩვენგანი 12 ნაბიჯზე მუშაობით აღმოაჩენს, რომ უმაღლესი ძალის შესახებ ჩვენეული აღქმა ვითარდება, როგორც სულიერი არსებასთან ღრმა, პირადი ურთიერთობა. ურთიერთობად, რომელიც პროგრამის დაწყებამდე შეუძლებელი იყო. პროგრამის პარადოქსი არის ის, რომ უძლურად ყოფნით ჩვენ პოულობთ ძალას, რომელიც დაგვეხმარება. გავაზიარებ მეგობრებო ჩემს გამოცდილებას. დევიდ ბოუს ესეთ სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც ჩემთვის იდეალურად აღწერს საერთოდ რა არის რა რელიგია და რელიგიური რწმენა და რა განსხვავება სულიერებასა და რელიგიას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როცა გადავწყვიტავთ, რომ გამოჯამთელების გზაზე შევდგეთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი რწმენა წარმოდგენები რელიგიებთან, მღვდლებთან, ეკლესიებთან და იმ სისტემებთან, რაც აქამდე გვაკავშირებდა, რადგან ჩვენი წარმოდგენები ხშირ შემთხვევაში გავს გაბუტული, გაბრაზებული ბავშვის მდგომარეობას, რომელიც გაბრაზებულია მშობელზე და იგივენაირად ვართ გაბრაზებულები ღმერთზე. ამიტომ ჭირდება, რომ გვერდზე გადავდო ყველა კონცეფცია, რაც აქამდე მცოდნია, მაღალ ძალაზე, სამყაროზე, ღმერთზე, რელიგიაზე, სულიერებაზე და ასე შემდეგ. რადგან ეს მხოლოდ ხელი შემშლელი იქნება. მე მჭირდება, რომ ვაღიარო, რომ ჩემი წარმოდგენები შეიძლება არ იყოს ჭეშმარიტი წარმოდგენები. შეიძლება ასევე ღმერთთან მიმართებაში და იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც მე ღმერთის სახელით მეკონტაქტებოდნენ და რაღაცებს მასწავლებდნენ, იმათ მიმართ წყენა გადამაქვს ღმერთთან მიმართებაში და ეს ღმერთის კონცეფციას ამახინჯებს. ამიტომ მე მჭირდება, რომ დავიცალო ყველა წარმოდგენისგან, რაც ღმერთზე გამოჩნი. ეს სიტყვა ღმერთიც რაღაცნაირი კონცეპტუალური გახდა, რა უკვე განპირობებული გახდა და მე მჭირდება, რომ ეს ღმერთის იდეა დავცალო ყველა წარმოდგენებისგან და როგორც სუფთა ფურცელი ისე მივიღო რა. დევიდ ბოუ ესეთ რაღაცას იცახის რა და ძალიან კარგად აღწერს ჩემს სათქმას. რელიგია არის მათთვის, ვისაც ჯოჯოხეთის ეშინია. ხოლო სულიერება არის მათთვის, ვინც ჯოჯოხეთი უკვე გამოიარა. აქ გავაგრძელებ, რომ თუ ამას კითხულობ, ან უსმენ ჩანაწერს, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთი უკვე გამოვლილი გაქვს, ან გამოსასვლელში დგახარ. ერთადერთი რაც გჭირდება, რომ ბოლომდე გამოხვიდე აქედან, არის ის, რომ დავინახო, თუ რამდენად მცირედი იყო ჩემი წვლილი იმ პროცესებში, რასაც ცხოვრებისაოდ გავდიოდი და რამდენად დიდი იყო ჩემი უმაღლესი ძალის ხელმძღვანელობა და არ აქვს მნიშვნელობა ხა ეს უმაღლესი ძალის აღქმა მე იმ მომენტში მქონდა თუ არ მქონდა. მაგრამ თუ გულწრფელად მინდა რომ ყველა კონცეფცია გვერდზე გადავდო, მაშინ დავინახო, რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაცეები ყოველთვის ისე არ ხდებოდა, როგორც მე გავთვალე და დავგეგმე. მე მქონდა ხომ ეგეთი გამოცდილება მაგალითად, რომ მე მეგონა რომ ყველაფერი ჩემით შევქმენი და ჩემ სოფლზე და ჩემს წოლებაზე გადაიარა. მაგრამ რეალურად დღეს ხვდები, რომ კი ყველაფერს ვაწურინებდი ბოლომდე დიდ ძალის ხმევას ვდებდი და მეგონა რომ ყველაფერი მე გამოვიყვანე.
მაგრამ იმას ვერ ხვდებოდი მაშინდელი აღზნებული გონები და დღეს ხვდები რომ რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა ჩამედო ყოველთვის იყო ხოლმე რაღაც მომენტი ბოლოს რომ ვიტყოდი რომ აი დავიღალე დავიქანცე აღარ შემილია რა რომ აი რავი რაც გინდა ის იყოს რა აღარ აქვს მნიშვნელობა ამას გავიფიქრებდი ხოლმე და აი ზუსტად მაშინ ხდებოდა ხოლმე იმაზე დიდი მოცემულობა ვიდრე მე ოდესმე წარმომედგინა და ისენაირად დაალაგდებოდა ხოლმე როდესაც მე ვიძახდი რომ არა აიღბლიანი როგორ გამიმართლა და რა კარგად გამithulია მაგრამ სინამდვილეში ჩემ გაუცნობიერებლად მე იქ დაღლას და უძლურებას ვაღიარებდი და მე იწყებოდა რეალურად რაღაცეების გამოსვლა ჩემ ცხოვრებაში, რასაც მე გამართლებას ვეძახდი რა. და აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ კიდევ აი ჯოჯოხეთის ეშინია როცა იძახეს ეს დევიდ ბოუ რომ აი რელიგია არის მათთვის ვისაც ეს ჯოჯოხეთის ეშინია რა არის რა ეს ჯოჯოხეთი რა და ჯოჯოხეთი რეალურად არის გონების მდგომარეობა რომელიც ჩემს ცხოვრებას ყირაზე აყენებს და ცხოვრების ყველა სფეროში დიდი არეულობა იწყება. ჩვენი ყველა პრობლემის სათავე არის სულიერი ტკივილი, ანუ სულიერი დაავადება და მას მხოლოდ სულიერი კურნება ჭირდება. კი, ყველა დამხმარეა ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ხელმძღვანელები, პროგრამული ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. მაგრამ დამხმარეა მას შემდეგ რა დროსაც ვაღიარებ რომ მე რამე გონებრივი ხარვეზი კი არ მაქვს, არამედ დეფექტი კი არ მაქვს, რომელიც რაღაც გამორჩეულს მხდის სხვა ადამიანებისგან, არამედ სულიერი დაავადებაა რა. და ეს სულიერი დაავადება აუცილებლად საჭიროებს სულიერ მკურნალობას. თუ შენთვის ჯერ კიდევ შეიგრძნობა შფოთი, დაბნეულობა, ტანჯვა, იმედგაცრუება, პანიკური შეტევები, უიმედობა და გაურკვევლობა, რეალურად გეტყვი რომ გილოცავ, რადგან ეს არის უტყუარი გზა გამოჯამთელებისკენ. და უტყუარი რატომ? იმიტომ რომ მე ბევრჯერ მქონდა манипуляციური მცდელობა, რომ აი მოდი ურთიერთობა არ დასრულდეს და მოდი რაღაცას გავაკეთებ, მოდი ფინანსების მდგომარეობა დამილაგდეს და რაღაცას გავაკეთებ, ბიზნესი განვითარდეს და რამ კურს გავივლი. ეს მცდელობები მქონდა ყოველთვის. მაგრამ ეს არ ედგა შინაგან ემოციურ ფსკერზე. და ემოციური ფსკერი სკაი ინდიკატორია თუ მე რეალურად დავიღალე ამ შფოთისგან, დაბნეულობისგან, ტაჯვისგან, იმედგაცრუებისგან და ამას მივყავარ აღიარებამდე რომ შეიძლება ჩემი რაციონალური გონება არ მუშაობს რა. ჩემი წარმოდგენების ცხოვრების მიმართებაში რაც მქონია არ მუშაობს რა. და ეგ ვიწყებ დაშვების გაკეთებას რომ შეიძლება არსებობს ეს შფოთები და პანიკები ჩემზე ბევრად ძლიერია და შეიძლება არსებობს რაღაც ასევე კიდევ მაღალი ძალა რომელიც დამეხმარება იმაში გამკლავებაში რაშიც მე უძლური ვარ რა. და თუ ეს პრობლემები, ცხოვრებისეული პრობლემები ჩემზე ძლიერია და მე ვერ ვმკლავდები, მჭირდება რა უმაღლესი ძალა, რომელიც დამეხმარება და გაუმკლავდება. ანონიმური ალკოჰოლიკების დიდი წიგნი, ვისაც საკითხული გაქვთ, იქ წერია ესეთი რაღაც, რომ განკურნებისთვის უმთავრესია სურვილის ქონა, გულწრფელობა და ღია გონება. ანუ სამი ძირითადი პუნქტი გვჭირდება გამოჯამთელებისთვის რა. სურვილის ქონა და ეს გულწრფელი სურვილი, გულწრფელობა და ღია გონება. და რას ნიშნავს რა? სურვილის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ აი უბრალოდ მინდა. რეალური სურვილის ქონა არის ის, რომ მე ვხედავ ამის საჭიროებას და ვაცხადებ მზაობას. რომ ეს სურვილი არ არის ის, რომ დღეს მინდა და ხვალ აღარ მინდა. არამედ ეს სურვილი არის მტკიცე და გამყარებული იმის დანახვით, რომ დღეს ჩემი ცხოვრება უმართავია. და აი ამის აღიარების გულწრფელობა. მეორე პუნქტი, რაც არის გულწრფელობა. და არა მარტო ის აღიარება, რომ მე დახმარება მჭირდება, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში დავიწყო გულწრფელობა. მე მქონდა ხოლმე პატარ-პატარა თითქოს უმნიშვნელო და უმტკივნეულო ტყუილების თქმა, რაღაცების შელამაზება, შეკეთება, ან ჩემი გონებით გადაწყვეტა, რომ ეხა ეს არ არის მნიშვნელოვანი და მოდი ამაზე არ ვისაუბრებ, არამედ ხელმძღვანელთან, სულიერ მეგზურთან, სპონსორთან, როგორც გინდა დავარქვათ, მასთან სრული აბსოლუტური გულწრფელობა. და ღია გონება. და ღია გონება ნიშნავს იმას, რომ გვერდზე გადავდო ჩემი წარმოდგენები ნებისმიერი ღმერთის, რელიგიებისა და კონცეფციების გარშემო. და უბრალოდ გავაკეთო დაშვება, რომ შეიძლება ჩემი გონების მიღმა, ჩემი რაციონალიზაციის მიღმა, ჩემი გათვლების და ინტელექტის მიღმა შეიძლება არსებობს რაღაც ძალა და მათ შორის აქ იგულისხმება სულიერი მეგზურიც, რომელიც დამანახებს რა არის ჩემთვის უკეთესი რა. ლიტერატურაში ასევე წერია, რომ მხოლოდ ისინი ვერ გამოჯამთელდნენ, ვინც ვერ შეძლო გულწრფელობა. ხო და გისურვებ და საკუთარ თავსაც უსურვებ, რომ ამ გზაზე ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან, ჩვენს უმაღლეს ძალასთან, როგორც ჩვენ გვესმის იგი და თქვენს სულიერ მეგზურთან ერთად. სულიერი მეგზური არის ადამიანი, ვინც გვატარებს ნაბიჯებს, გვიზიარებს თავის გამოცდილებას და გვერდში გვიდგას, რომ სადაც ჩაერევა და კონტროლს ისევ ჩემი ეს რაციონალური და კონცეპტუალური გონება, განპირობებული გონება აიღებს კონტროლს თავის თავზე. უბრალოდ შემახსენოს რა, რომ მაინდა-მაინც არ არის ეს გონება სანდო, იმიტომ რომ
და ძალიან მარტივია რა ეს კონცეფცია და რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ მე რომ ჩემი გონებით, ჩემი მონდომებით, ჩემი ძალისხმევით, ნებისყოფით რომ შემძლებოდა რომ ცხოვრების რაღაც სფეროები დამელაგებინა, ამას დიდი ხნით ადრე გავაკეთებდი. და ფაქტია რომ დღეს მე ცხოვრების ყველა სფეროში მაქვს დისბალანსი, დაბნეულობა, გაურკვევლობა. არ ვიცი რა როგორ ვიცხოვრო. და ეს იმას ნიშნავს რომ გონებას ამის რესურსი არ აქვს. და კიდევ ერთხელ ვიძახი, იმიტომ რომ მე რამე გონებრივი დეფექტი მაქვს. არა, უბრალოდ გონებას რაციონალურ შეზღუდულ გონებას არ აქვს რესურსი მიიღოს რეალური ბედნიერების განცდა. და ამაში გვჭირდება ჩვენ ხელმძღვანელობა. კარგით, გავაგრძელებ წიგნის კითხვას. შემდეგი თავი არის მივედით რწმენამდე. თავდაპირველად შეხვედრაზე მივედით, სადაც ვნახეთ გამოჯამთელებაში მყოფი სხვა ადამიანები. დავიწყეთ დაჯერება, რომ დახმარება ხელმისაწვდომი იყო. ზოგიერთმა ჩვენგანმა გააცნობიერა ჩვენი დაბალი თვითშეფასება. ვერ გვგზნობდით, რომ ჯგუფისგან ან უმაღლესი ძალისგან დახმარების ღირსნი ვიყავით. შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ყველანი თანასწორები და ისეთივე მნიშვნელოვანები და ღირებულები ვიყავით, როგორც ყველა დანარჩენი. დიახ, ჩვენც ვიყავით დახმარების ღირსნი. თავიდან ამ ნაბიჯის მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვიყავით განწყობილნი, მაგრამ იმის ცოდნამ, რომ დასაკარგი ცოტა რამ მქონდა, გაგვარისკინა და გადავწყვიტეთ დაგვეჯერებინა. დროთა განმავლობაში ვირწმუნეთ, რომ უმაღლეს ძალას შეეძლო ჩვენში აღედგინა საღი აზრი. ჩვენი მხრიდან კი სურვილი და გახსნილობა იყო საჭირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხსენებაა, მეგობრებო, რომ ზოგმა გავაცნობიერეთ, რომ დასაკარგი ცოტა რამ მქონდა და ამან გაგვარისკინა, როცა ეს ლიტერატურაში წეგან წავიკითხეთ. ეს ჩემ გამოცდილებაში ესე იყო მაგალითად, რომ წეგან რაც გავაზიარე, რომ მნიშვნელოვანია რომ მივხვდე იმას, რომ ჩემი გონება ვერ აგვარებს ამ პრობლემებს და მჭირდება რომ მაღალი ძალისგან ხელმძღვანელობა მივიღო და ეს რაღაცები არსებობს რა სამყაროსეული კანონები და მოცემულობები, რომელიც მე არ მექვემდებარება. რაღაც უფრო მაღალ ძალას ექვემდებარება, რაღაც უფრო სხვა კანონები მუშაობს, მაგრამ ამას მე ვერ ხვდები, ჩემი რაციონალური გონებით მე ვერ შევძელი, რომ აქამდე მივსულიყავი. აი მაგალითად ერთხელ ჩემმა სპონსორმა მითხრა, გამიზიარა ეგეთი რაღაცა, რომ მახსოვსო პროგრამის დასაწყისშიო საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობდიო რა, მაგრამ დღეს მეძლევაო საღი აზრიო, რომ საკუთარ შეცდომებზე კი არა, უკვე სხვების შეცდომებზე ვისწავლოო რა. ხო და მე ვერ გამოვდექი ის ადამიანი, ვინც სხვების შეცდომებზე ისწავლის. მე მჭირდებოდა, რომ აი ბოლომდე ჩემი ყველა გონებრივი, ინტელექტუალური, რაციონალური, ყველანაირი ფიზიკური რესურსი ამომეწურა, რადგან მივსულიყავი იმ საზღვრამდე, სადაც ჩემი სურვილი კი არ იქნებოდა რომ მეღიარებინა, არამედ მომიწევდა მეღიარებინა, რომ მე ამ გონებას ვეღარ ვენდობი რა, რამდენჯერაც ვენდი, იმდენჯერაც საშინლად დავზიანდი და მე ყველა გზა მოუჭერი საკუთარ თავს, შემდგა გაუცნობიერებლად და ჩემმა დაავადებამ, რასაც ჩვენ ვეძახეთ სულიერ ტკივილს, აბსოლუტურად ყველა გზა მოჭრა უკან დასახევად. და მე იქ ვისაც არ უნდა ეთქვა, რომ ეხა უმაღლეს ძალას გადაწყვიტე, აბა დაიჯერებ თუ არ დაიჯერებ, მე სხვა გზას არ მქონდა რომ დამეჯერებინა. ამიტომ ზოგჯერ ცხოვრებაში მჭირდება მე ესეთი უხეში გამოცდილებები, რაც ჩემს გონებას აიძულებს ჭყალებში, რომ მივიდეს საკითხამდე, სადაც დასვავს კითხვას, რომ შეიძლება არსებობს რაღაც, რაც მე არ ვიცი, არ მესმის, ვერ ვხედავ. ეს არის დაჯერება, რომ ხედავ სხვა ადამიანებს ეხმარება და იქნება და მეც დავიწყო დაჯერება, რომ იქნება და მეც დამეხმაროს. რაც გადადის სულიერ გამოცდილებებში და სულიერები გამოცდილებები იწვევს ნდობას, ნამდვილ რეალურ ჭეშმარიტ რწმენას. კარგით, გავაგრძელებ. როდესაც ჩვენ სულიერ ცხოვრებას ვაკვირდებოდით, ბევრმა ჩვენგანმა დაინახა, თუ როგორ ვეწინააღმდეგებოდით ღმერთს. შესაძლოა, იმიტომ რომ ღმერთმა არ შეგვისრულა ის, რისთვისაც წარსულში ვლოცულობდით. შესაძლოა, დიდი მწუხარება ან იმედგაცრუება განვიცადეთ და გვეგონა რომ ღმერთმა მიგვატოვა. შესაძლოა, ავადმყოფობა გამოვცადეთ და ღმერთს გამოჯამთელება ვთხოვეთ, მაგრამ არაფერი მომხდარა. ზოგიერთ ჩვენგანზე მშობლები ან სხვა ავტორიტეტი პირები ძალადობდნენ და ამის გამო დიდი სირთულეები გვაქვს ღმერთის, როგორც მოსიყვარულე მშობლის წარმოდგენის მიმართ. შესაძლოა სულიერ საკითხებში ურჩები ვიყოთ, რადგან გვეშინია რომ კონტროლს დავთმობთ. ანონიმურ ემოციონალებში ჩვენ ვიპოვეთ უმაღლესი ძალა, რომელიც ჩვენი დამხმარე და მხარდამჭერი იყო. ვისწავლეთ ძველი ჩვენთვის დამაგრეველი რწმუნებულებების გაშვება და სულიერი საკითხების ჩვენებური გაგების ძიება. აღმოვაჩინეთ, რომ შეხვედრებზე დასწრებით და პროგრამაზე მუშაობით შეგვეძლო ახალი პრინციპების ამოცნობა და მიღება, ხოლო ჩვენთვის მცდარი ან მავნე პრინციპების უარყოფა. ზოგიერთ ჩვენგანს პროგრამის ჩართვისას თავი რწმენის სავსე გვეგონა, ლოცულობდით, რეგულარულად დავდიოდით ეკლესიაში და ვაკეთებდით იმას, რაც სწორად მიგვაჩნდა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ კონკრეტული რელიგიის წარჩინებული წევრობით ჩვენი ცხოვრება ასეთი პრობლემური აღარ უნდა ყოფილიყო. აღმოვაჩინეთ, რომ ხარისხი რწმენაში უნდა ვეძებოთ და არა რაოდენობაში. გავიგეთ, რომ დაჯერება ავტომატურად არ გადაიქცევა რწმენად. ჩვენ შეიძლება გვჯეროდეს ღმერთის, მაგრამ არ გვწამდეს, რომ ღმერთი დაგვეხმარება. გავაცნობიერეთ, რომ ჩვენივე რწმენის პრაქტიკა უფრო მნიშვნელოვანი იყო. გავუხსენით გონება ჩვენს უმაღლეს ძალას და ახალი და უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთობებისთვის.
ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო და ჩემს გამოცდილებას გავაზიარებ და კიდევ ერთხელ წავიკითხავ ერთ წინადადებას. აღმოვაჩინეთ, რომ ხარისხი რწმენაში უნდა ვეძებოთ და არა რაოდენობაში. გავიგეთ, რომ დაჯერება ავტომატურად არ გადაიქცევა რწმენად. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში პარალელი გავალო და მოვიყვანო მაგალითი რა, რომ აი კარგად დავაკვირდე რა ხდება ჩემს ცხოვრებაში რა, რომ იქნება და მე რაოდენობას ვაქცევ ყურადღებას, რომ რამდენ ეკლესიაში დავდივარ, რამდენ მამაოსთან მაქვს ურთიერთობა, რამდენ ახსარებას ვაბარებ და მარხვას ვიცავ. ან ნებისმიერ სხვადასხვა რელიგიურ მიმდევრობაში ვარ და რიტუალებში ვარ ჩართული და ამას მე რაოდენობრივად საზღვრავ, რომ აი მე მქვია მორწმუნე და მე მჯერა და ღმერთის მჯერა ვარ მორწმუნე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამ პრაქტიკებში ვარ ჩართული. მაგრამ რეალურად ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ხო, ვიდრე ეს რაოდენობები. ეს ხარისხი რწმენაში რას ნიშნავს? ანუ ხარისხი მინდობაში. და მე ვატყობ, რომ რეალურად რა ვიცი, აი ავტობუსში რომ მეგობარმა ადამიანმა ფეხზე დამაბიჯოს, მაშინვე გაბრაზება, მრისხანება მემართება და ის მაშინვე სხვა უცხო ადამიანი ხდება. თუ ქუჩაში მივდივარ, დაბღვერილი დავდივარ. თუ პრობლემები დამეწყება და რაღაცა სამსახურში პრობლემებია, მაშინვე შფოთი და პანიკა მემართება, მაშინვე თავის გამართლებას ვიწყებ, მაშინვე ვეძებ ადამიანს, ვინც დამნაშავეა და იმას გადავაბარებ ამ ყველაფერს, რომ მე ჩემი უყურადღებობით კი არ მოხდა, მთავარია მე ვიპოვ ადამიანი, ვინცაც გავასამართლებ. მაშინვე დამნაშავეს ვეძებ. თუ პარტნიორთან მეუღლესთან პრობლემები მაქვს, მაშინვე რაღაცნაირი გათვლებში შევდივარ, რომ დავალაგო ეს ურთიერთობები. ფინანსური პრობლემები მანერვიულებს. მე ყულაბას ვენდობი, ჩემს დანაზოგებს ვენდობი, ჩემს ფინანსებს ვენდობი. თუ აი დალაგებული ვარ, მშვიდად ვარ, მაგრამ თუ ფინანსური პრობლემები მაქვს, ან დანაზოგი არ მაქვს და ასე შემდეგ, იქ ვერაფერს ვეღარ ვენდობი. აღარც ღმერთი მახსოვს, აღარც წმენა მახსოვს და აღარც ისინი პრაქტიკები და ასე შემდეგ, ხო? და ეს რატო ხდება? იმიტომ რომ მე დღეს რა რწმენაშიც ვარ და მე პროგრამამდე რა დაჯერებაშიც ვიყავ, ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან. მე შეიძლება ვიყო ძალიან აქტიური რელიგიური წევრი, მაგრამ ამას ნდობით ვერ გამოვხატავთ. აი ესეთი გამონათქვამი არსებობს რა, რომ რწმენა მოქმედების გარეშე მკვდარია. და ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მე თუ მწამს და ვენდობი, ეს ჩემდა უნებურად, ჩემს ქმედებებშიც გამოიხატება. ანუ ის კი არა, რომ მე რწმენას ვამტკიცებ ჩემი ქმედებით და ჩემი ქმედება განსაზღვრავს მე მწამს თუ არა. აი ეს არის განსხვავება რელიგიასა და სულიერებას შორის. რელიგიური მე ჩემი თავი როგორც მახსენდება წინა ცხოვრებიდან, პროგრამამდე ცხოვრებიდან, ხედავ რომ მე როგორც რელიგიური და რელიგიურ აქტივობებში ჩართული ადამიანი, ვცდილობ ვაკეთო ისეთი საქმეები, რომელიც დამაჯერებს რომ მწამს და ჩემი ქმედებები უნდა გამოხატავდეს ჩემს რწმენას. რაც რა თქმა უნდა ვერ უზრუნველყოფს მაგას. მაგრამ სულიერება იძახის რომ მე თუ რეალურად მწამს და ვენდობი პროცესს, ეს ჩემდა უნებურად ქმედებებშიც გამოიხატება. ანუ ფულს კი აღარ ვენდობი, პარტნიორს კი აღარ ვენდობი, შვილს კი აღარ ვენდობი და აღარ ვეყრდნობი უბრალოდ. და ანუ იმიტომ კი არა რომ ჩემი შვილი კარგად იქცევა, ჩემი მეუღლე კარგად იქცევა, კაი ფინანსები მაქვს, დანაზოგი მაქვს, სამსახურში კონტრაქტს ხელი მოვაწერე. ამებს კი არ ვენდობი და ვეყრდნობი და ამიტომ კი არ ვარ მშვიდად. არა, მე აბსოლუტურად ყველა ადამიანს და პროცესს ვენდობი და ეს იწვევს ჩემში სიმშვიდეს. განურჩევლად იმისა, როგორი ფინანსური თუ მატერიალური თუ პარტნიორული ურთიერთობები მაქვს. მე თუ ყურადღება გადამქონდა ხოლმე იმაზე, რომ რაოდენობა იყო მნიშვნელოვანი და პრაქტიკებში და ეკლესიებში სიარული, კი, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს ჩემს რწმენას, ეს ვერ დაალაგებს ჩემს ცხოვრებისეულ პრობლემებს. პროგრამაში ბედნიერების ერთადერთი დეფინიცია გვაქვს რა. ბედნიერება არის საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა. და ჰარმონიული ურთიერთობა რას ნიშნავს? მე ვერ მექნება საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა თუ პროცესების მიმართ მინდობაში არ ვარ. ჩემს გონებას არ აქვს იმის რესურსი, რომ ყველაფერი ისე დაალაგოს და ყველაფერი ისეთ კონტროლის ქვეშ გქონდეს, რომ სამყარო მშვენიერი გახდეს. არა, სამყარო არის ისეთი, როგორიც არის, ჩემი შვილი არის ისეთი, როგორიც არის, ჩემი მეუღლე არის ისეთი, როგორიც არის, თანამშრომლები და მეზობლები არიან ისეთი, როგორიც არიან. და მე თუ აი ამ პროცესების მიმართ ნდობა არ მაქვს, ესე იგი არ მწამს. და უბრალოდ რაღაც რელიგიურ პრაქტიკებში ვარ ჩართული. რწმენა არის მხოლოდ ნდობა და ეს რწმენა იწვევს ქმედებას. და ეს ქმედება არა იმიტომ რომ განვამტკიცო ჩემი რწმენა, არამედ მე სხვანაირად არ შემიძლია. ჩემი რწმენა არ მიტოვებს სხვა გზას, რომ მე არ ვიყო მიმღები მოცემულობების მიმართ. კარგით, გავაგრძელებ წაკითხვას. სხვებს ვინც უკვე ირწმუნა, შურით უყურებდით. განა არ გაუმართლათ, შესაძლოა შეხვედრებზე დასწრებით ჩვენს
გვერწმუნა, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ, რომ რწმენა თავისთავად არ მოდის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მასზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დრო და ღია გონება დავუთმოთ უმაღლესი ძალის კონცეფციის შემუშავებას. ისეც, რომელიც ჩვენთვის იმუშავებს. დაჯერებასთან ერთად მოდის რწმენა და მზადყოფნა. ვენდოთ რაღაც აქამდე უცნობს, ვენდოთ უმაღლეს ძალას, რომელიც აღვიდგენს იმ გონიერებას, რაც ასე ძლიად გვსურს. ახაც გავაზიარებ მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი რაღაც, რომ მივხვდეთ, რომ რწმენა თავისთავად არ მოვა. ანუ არ მოვა ძალადობრივად, ეს ამას გულისხმობს, რომ ანუ მე თუ არ მაქვს შინაგანი სურვილი და მზაობა, რომ ამისთვის ღია გონებით ვიყო, მოვიცალო და გულწრფელობა გამოვიჩინო, რომ მე ამის საჭიროება მაქვს. ჩემზე ძალადობრივად არავინ არ იმოქმედებს და ეს რაღაც არ დამემართება. მე მჭირდება რომ მქონდეს სურვილი, ღია გონება და მზაობა. რომ ეს ყველაფერი შევამჩნიო. მე მჭირდება მქონდეს აი პირველი ნაბიჯი რაც უკვე გავიარეთ, პირველი ნაბიჯი მჭირდება აქ შემოვიყვანო და თქვა რომ მე უძლური ვარ ამ შედეგების მიმართ. კი, მე შეიძლება ქმედებებს ვაკეთებ და ეს აუცილებელიც არის, ჩემი ქმედებები და პასუხისმგებლობები ჩემი გასაკეთებელია. მაგრამ შედეგი, როგორი შედეგი დადგება, ეს ურთიერთობებში რა შედეგი დადგება, ჩემ ცხოვრებაში ვინ არის, ვინ არ არის, ფინანსები როგორია, აი შედეგი უშუალოდ შედეგი მე რო არ მექვემდებარება და ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის. აი ამის მიმართ შემელია რომ ნდობა გამოვაცხადო და ეს არის პრაქტიკა, რა პრაქტიკა რომ ჩემი რწმენა და ნდობა განვითარდეს. რომ ვენდო მოცემულობებს, რომ შედეგები მე არ მექვემდებარება. მათ შორის არის გამოჯამთელების შედეგი, ნაბიჯების გავლის შედეგი, სპონსორთან ურთიერთობის შედეგი. მაგებზე მე კონტროლს ვერ ავიღებ. მე უბრალოდ ჩემს გასაკეთებელს, რავი, მინიმალური ჩემი საკეთებელი პასუხისგებლობა, შესაძლებლობა ის რომ საკუთარ თავზე არ ვიძალადო, რაც არის იმას ვაკეთებ. და აი ნებისმიერი შედეგი ჭირდება რომ მივენდო ამ პროცესებს და გადავაბარო. კარგით, გავაგრძელებ. ჩვენზე უმაღლესი ძალის დაჯერება და უმაღლესი ძალის რწმენა განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ უბრალოდ არ გვსურს რომ უფრო მეტად გვწამდეს იმისათვის რომ ჩვენი რწმენა განვითარდეს, ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ. თუ ჩვენს შიშებზე და შფოთვებზე მნიშვნელოვნების მინიჭებას ვაგრძელებთ, ამით ჩვენ რწმენის სიმცირეს ვავლენთ. როდესაც ხვდებით რომ ეს ჩვენს ცხოვრებას უმართავს ხდის და ხვდებით რომ უძლურები ვართ, მათ ჩვენს უმაღლეს ძალას ვაბარებთ. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი უმაღლესი ძალა ჩვენზე იზრუნებს. რწმენა მაშინ მოდის, როდესაც ვხედავთ სასწაულებს, რომლებსაც ჩვენი უმაღლესი ძალა ახდენს ჩვენ ცხოვრებაში და სხვების ცხოვრებაში. სასწაულები არ არის მხოლოდ დიდი, გრანდიოზული მოვლენები. ჩვენ რწმენას ვიძენთ, როდესაც ვაკვირდებით ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ვიწყებთ თითოეული საჩუქრის ან მარტივი ჩარევის დანახვას, რომელიც ჩვენი უმაღლესი ძალის მიერ შექმნილი სასწაულია. როდესაც ვიწყებთ ამის ამოცნობას და ამ დამსახურებების ჩვენს უმაღლეს ძალაზე მიკუთვნებას, ჩვენი გაგება, დაჯერება და რწმენა იზრდება. ჩვენი ცხოვრება შეიძლება გაუმჯობესდეს უმაღლესი ძალის რწმენის გარეშე, მაგრამ ჩვენზე უმაღლესი ძალის ნამდვილი რწმენის გარეშე ვერ მივახცევთ საბოლოო სიმშვიდეს. მე ამ ეტაპზე მახსოვს მქონდა ეგეთი დაჯერება, რომ თუ მე რწმენა მომეცემოდა და ამ რწმენას მივიღებდი, მაშინ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც გრანდიოზული, რა მე როგორც ემოციებზე დამოკიდებული ადამიანი სიმძაფრეებისკენ ვარ მიდრეკილი და რას ნიშნავს ეს რა, რომ თუ არ მწამს ვიძახი რომ არა, მხოლოდ ადამიანური ბიოლოგიური არსებაზეა ყველაფერი დამოკიდებული და აი ამ ფიზიკურ პრინციპებს მივყვები. ან მეორე თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ეხლა ცა უნდა გაიხსნას, ღმერთი ჩამოვიდეს და მითხრას ირაკლი მე შენ აგარჩიე და რაღაც გრანდიოზული სასწაული უნდა დამემართოს რა. მაგრამ ესე არ ხდება რეალურად რა. ეს ჩემი ილუზორული წარმოდგენილი ცხოვრებითი აღქმები არის. მაგრამ ესე არ ხდება. მე მჭირდება რომ მე გადავდგა პირველი ნაბიჯი და გავაკეთო, აი როგორც ეგან წავაკითხეთ, რომ პატარ-პატარა საჩუქრები, მადლიერებები ცხოვრებაში რაც მეძლევა, დავიწყო ამის მიკუთვნებელობა არა საკუთარ თავზე, არამედ მაღალ ძალაზე ისე როგორც მე მესმის. აი მაგალითად მე თუ რაღაცაში აქამდე დაბნეულობა მქონდა და ამ დაბნეულობას საკუთარ თავში გავაწურინებდი, ყველა გზას ვეცდებოდი, მილიონ ადამიანს შევაწუხებდი, რაღაც სტრატეგიებს დავსახავდი და მაინც რაღაცნაირად მეგონებოდა რომ გამოვიყვანე, გამოვძვერი ამ სიტუაციიდან და ეს მთლიანად მანადგურებდა როგორც ფიზიკურად ისე ემოციურად. ამის მაგივრად მე ვიწყებ მაგალითად სულიერ მეგზურზე, სპონსორზე აზრის კითხვას. ვეკითხები ამ მსგავსი გამოცდილება ხო არ გაქვს? შენი გამოცდილება როგორია გამიზიარე? და რასაც ის ადამიანი თუ აქვს მსგავსი გამოცდილება და მიზიარებს. მე ვიძახი რომ მოდი ირაკლი გამოდი, აბა იქნებ შენი ძველებური პატერნებიდან და გააკეთე, აბა ისე როგორც ამ ადამიანს დაეხმარა. თუ აქვს ამ ადამიანს გამოცდილება და მიზიარებს, მეც ვდგები და იგივეს ვაკეთებ. და ვატყობ რომ აბსოლუტურად განსხვავებულ უძალისხმეო და უღალავ შედეგს ვიღებ. და ამას მე საკუთარ თავს კი არ ვაწერ, არამედ ვიძახი რომ აი ჩემთვის მაღალი ძალა ამ შემთხვევაში ჩემი ხელმძღვანელი, სპონსორი და სულიერი მეგზური ვინც იყო და მისი რეკომენდაცია გავითვალისწინე, მის მადლიერებას ვაწერ. და ეს მადლიერება გადადის რაღაც უფრო დიდში, ვიდრე უბრალოდ მადლიერება
გულგახსნილობაში, გონებაგახსნილობაში და მე რო ხვდები რომ ეს სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ჩემს სასიკეთოდ მუშაობს. ეს სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების მზრუნველობაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული. თუ ჩვენ ხელს არ შეუშლით ამაში. და ჩვენი ხელი შეშლა გამოიყოფა იმაში, რომ ძალიან დიდ თვითკონცენტრაციაში ვარ, საკუთარი გონებით მინდა ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ მე როგორც კი თავს ზევით ავწევ, თვალებს გავახელ და დავინახავ, რომ 2 მეტრის იქით კი არა, სამყარო უშველებელია და დავინახავ ჩემ თავს, როგორც სამყაროს ცენტრს კი არა, უბრალოდ ერთ-ერთ წევრს. ჩემი ხედვა ფართოვდება რა, შორი კუთხიდან ვიწყებ ხედვას. და ვატყობ, რომ ამ სამყაროში ბევრად კარგი რაღაცები ხდება, ვიდრე მე წარმომედგინე. ამას ქვია მადლიერება და მადლიერების პრაქტიკას ჩვენ ესე ვიყენებთ ხოლმე, რომ აი დილაობით რომ გავიღვიძებ, ვიძახი რისი მადლიერი ვარ და თუ ამ მადლებას ვერ გვძნობ, რისი მადლიერი შემიძლია რომ ვიყო. ეს იწვევს ძალიან დიდ ცვლილებას. კარგით, გავაგრძელებ. შემდეგი თავი არის და ბოლო თავი იქნება საღად აზროვნების უნარის აღდგენა. აღდგენა ნიშნავს, რომ დაგვიბრუნდება ჯანმრთელობა და ძალა. რა მშვენიერია. ზოგიერთ ჩვენგანს ახსოვს ემოციური კეთილდღეობა, ზოგს აღარც კი ახსოვს ის დრო, როდესაც ცხოვრებასთან წინააღმდეგობას არ გვძნობთ. ჩვენ ნუ გეშპოლობთ იმ აზრში, რომ წარსულში გარკვეულ მომენტში ჯანმრთელები ვიყავით და ახლა ისევ შეგვიძლია ვიყოთ ჯანმრთელები. კეთილდღეობის დაკარგული შეგრძნება შეიძლება აღდგეს. ეს არის იმედის განცდა, რომელსაც მეორე ნაბიჯი გვთავაზობს. აი ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ ჩემი რელიგიური დამოკიდებულება და არა სულიერი დამოკიდებულება, რელიგიური რაღაცნაირი განპირობებული დამოკიდებულება მეუბნებოდა, რომ ღმერთმა უნდა დამაჯილდოვოს ან დამსაჯოს და მომცეს ის რაც მეკუთვნის. შესაბამისად აი ეს საღი აზროვნების უნარის აღდგენა იმას კი არ ნიშნავს, რომ მე რაღაცა არ მქონია, არ მეკუთვნოდა და ყველაფერი მომეცა. არამედ საღი აზრის აღდგენა ნიშნავს, რომ დამიბრუნდება. და ამას ძალიან კარგად ხვდები მე, რასაც გულისხმობს. ის კი არა რომ მე მეკუთვნის და უნდა მივიღო. არა, ეს გულისხმობს იმას, რომ მე მახსოვს ჩემი თავი ლაღი, ბედნიერი, გულგახსნილი, მოსიყვარულე ბავშვი. და ამ ბავშვობაში არანაირი შფოთი და დაძაბულობა და უნდობლობა და განცალკევება არ მახსენდება. მაგრამ სადღაც ჩემში გონებამ გადაწყვიტა, რომ რაღაცები და ვიღაცები საშიშია, მიუღებელია, მათთან ურთიერთობა არ ღირს, ამ ემოციის გამოხატვა არ ღირს, ამ აზრების გაჟღერება არ ღირს, ეს უსაფრთხოა, ეს საფრთხის შემცველია. ეს ყველაფერი რაღაც დონეზე ჩემმა გონებამ გადაწყვიტა. და ამით დაიწყო ხელმძღვანელობა, რამაც ჩემში გამოიწვია განცალკევება საკუთარი თავის მიმართ, სხვა არსებებების მიმართ, ბუნების მიმართ, სამყაროს მიმართ, ღმერთის მიმართ. ხო და ეს მეუბნება მეორე ნაბიჯი, რომ მე მაქვს შესაძლებლობა, რომ თუ ამ ყველაფერს ხელს გავუშვებ და მივენდობი პროცესს, ეს მდგომარეობა დამიბრუნდება. იმიტომ რომ ეს ბუნება ჩემგან გამოყოფილი არც არაძოს ყოფილა. ეს მდგომარეობა ჩემი ბუნებრივი ადამიანური გონების და შეგრძნებების და მდგომარეობის სულიერი მდგომარეობის ბუნებრივი მოცემულობაა. და ის ყოველთვის ჩემშია. უბრალოდ გადაფარულია გონების სიგიჟით. და მე თუ ამ გონების სიგიჟეს ხელს გავუშვებ და ამ გზაზე მივენდობი, მე ვუბრუნდები იმ ჩემს ბუნებრივ მდგომარეობას. და ეს არის მთელი მშვენიერება ამ გზის. კარგით, გავაგრძელებ. მეორე ნაბიჯში გამოყენებული სიტყვა საღი ზოგიერთი ჩვენგანისთვის ძნელი მისაღებია. საღი ნიშნავს საღ აზროვნებას. ლექსიკონის საღს განმარტავს როგორც გონივრულ ქცევას. ჩვენ გვჭირდება რომ შევხედოთ ჩვენს ქცევებს წარსულში, ისტერიკას, უკონტროლო ბრას, კომპულსიურ ქცევებს, სიჩუმეს, ზედმეტ ძილს ან ნებისმიერ სხვა რამეს. რათა დავინახოთ რომ ჩვენი ქცევა ნამდვილად არ იყო გონივრული ან რაციონალური. ჩვენ გაგვიგია რომ ზოგი ადამიანის სიგიჟეს არა დემენციას ან აშკარა სიგიჟეს უწოდებს, არამედ ერთი და იგივე ქმედებების ან ქცევების განუწყვეტლივ განმეორებას. და სხვადასხვა შედეგის მოლოდინს. ამ საკითხზე გარკვეული ფიქრის შემდეგ უნდა ვაღიაროთ, რომ სიტყვა საღი შესაფერისია. რაც უფრო სრულად ვაღიარებთ, რომ გვჭირდება საღი აზროვნების აღდგენა, მით უფრო მეტად ვეძიებთ დახმარებას ჩვენი უმაღლესი ძალისგან, როგორც ჩვენი პრობლემებისა და სირთულეების გადაწყვეტას. რაც უფრო სრულად დავიჯერებთ, რომ ჩვენს უმაღლეს ძალას შეუძლია აღვიდგინოს საღად აზროვნების უნარი, მით უფრო მეტად ვეძიებით ამ დახმარებას და მით უფრო მეტად ვიქნებით მზად, მივიღოთ მესამე ნაბიჯის გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ნება და ცხოვრება მივანდოთ ჩვენს უმაღლეს ძალას. ამით სრულდება მეორე ნაბიჯი, მეგობრებო, და სანამ დავასრულებთ, აქ გავაზიარებთ ძალიან მნიშვნელოვან შეხსენებას, რაც ეგან წავეკითხეთ. გონების სიგიჟეს პროგრამა ესე განმარტავს რა, რომ მე თუ გამუდმებით ვაკეთებ ერთ და იგივე ქმედებებს და მგონია რატომღაც რომ აეხლა სხვანაირი შედეგი დადგება, ეს არის სიგიჟე. ანუ მე თუ მინდა რომ შედეგი შეიცვალოს, ჩემი ემოციური თუ ფიზიკური მოცემულობები შეიცვალოს, მაშინ ქმედებაც უნდა შეიცვალოს და ეს უნდა იყოს განსხვავებული იმისგან, რასაც აქამდე ვაკეთებდი.
მაგრამ რატომღაც მე მქონდა სულ ცხოვრებაში და დღესაც ძალიან ბევრ სფეროში ვატყობ, რომ რაღაცნაირი იმდენად მკაფიო და დამაჯერებელი დაჯერება ხდება ჩემს აზროვნებაში, რომ რატომღაც მგონია, რომ არა, წინაზე რაღაცის გამო არ გამოვიდა რა, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ ვარგოდა, ეს მოცემულობა არ ვარგოდა, არ გამიმართლა, მაშინ არ ვიცოდი და ეხა უკვე ვიცი, ეხა სხვანაირად დავგეგმა, უკეთესად შემიძლია შევაფასო სიტუაცია. მაშინ დამეზარა, ეხა აღარ დამეზარება და რაღაცებით გამოდმებით გონება იდეალურ გამართლებას მთავაზობს. რატომღაც მე ამას უჯერებ ისევ და იგივე ქმედებას ვაკეთებ და ველოდებ, რომ სხვა შედეგი დადგება. მე სხვა შედეგი კი არა, იგივე შედეგი დგება. მემართება სევდა, იმედგაცრუება, თვითგვემა, თავდაუჯერებლობა, უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ და განცალკევებას ეს ყველაფერი იწვევს. ამიტომ მე მჭირდება, რომ იგივე ქმედებები რომ არ გავაკეთო, იგივე გონებას აღარ უნდა დავეყრდნო. იგივე აზრებს და იგივე ემოციებს აღარ უნდა დავეყრდნო. არამედ ყველაფერი უნდა გადავამოწმო. რომ გადავამოწმო, ამისთვის მჭირდება რომ ვაღიარო, რომ მჭირდება ხელმძღვანელობა, სულიერი ხელმძღვანელობა. რაც არის ძალა, უფრო ძლიერი, ვიდრე ამ მომენტში საკუთარია. და ამ სულიერი გამოცდილებებით მე ვუბრუნდები ჩემს საღმდგომარეობას, ჩემი გონების ბუნებრივ მდგომარეობას, ჩემი სულიერ მდგომარეობას, რომელიც თავიდანვე მოცემული იყოს, არა მაინც გონების სიგიჟე გადაფარავთ. აი მაგალითად რამდენიმე სიტუაცია მახსენდება, სადაც გონების სიგიჟეში ვიყავი გამუდმებით და მეგონა რომ რატომღაც ჩემ იგივე ქმედებებს სხვა შედეგი მოყვებოდა. ეს არის საღი აზროვნების ნაკლებობა რა. და საღი აზროვნების ნაკლებობა რას ნიშნავს ჩემ შემთხვევაში? აი მაგალითად კომპანიის ამბავში რო ავიღოთ, მე კომპანიაში წლების განმავლობაში ვიცოდი რომ წლის ბოლოს აუდიტი მენიშნებოდა. და ეს აუდიტი 3-4 თვით ადრე მოდიოდა გაფრთხილება. და მეუბნებოდა რომ აი ყველა საბუთი რაც მეილზე გამოგიგზავნეთ და ჩამოთვლილია ეს პუნქტები გთხოვთ გადმოგვიგზავნეთ. გაძლევთ 3 თვეს ვადას. და მე რატომღაც მიჩნდებოდა შეგრძნება რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. უცებ დავალაგებდი და ბოლო დღეს სრულიად საკმარისი დრო მექნებოდა რა 3-4 საათი რომ დამეთმო ამ ყველაფერს შევკრავდი და წარვადგენდი აუდიტზე. და როცა პირველ დღეს გავაკეთე აუდიტმა ჩამჭრა დამაჯარიმა და დამინიშნა დამატებითი შეხვედრა. და ვიძახდი რომ ნუ კაია რომ კიდე მომცა ერთი შანსი და დამინიშნეს ეს დამატებითი შეხვედრა, ანუ აღდგენითი შესაძლებლობა. და ეხლა მეტი დრო მექნება მოსამზადებლად. ისე გავიდა ეს პერიოდი რომ ვერც მივხვდი. იმიტომ რომ მქონდა შინაგანი დაჯერება რომ მე მაშინ წინაზე ვერ მოვინდომე, ან რაღაც რესურსები არ მქონდა, ან ვიღაც ადამიანებმა დამიგვიანეს რაღაც საბუთების მოწოდება და ასე შემდეგ. და მე მქონდა დარწმუნება იმისი რომ და დაჯერება რომ აი ამ ეტაპზე ეხა ყველაფერი მზად მქონდა, უკვე გამზადებული მქონდა ფაილები. უბრალოდ უკეთესად შევკრავდი. და ისევ წინა დღეს დავიწყე მომზადება. და ისევ ესე მომზადებელი მივედი აუდიტზე. რა თქმა უნდა ჩავიჭერი. და ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. წლების განმავლობაში. უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო საღი აზრის ნაკლებობასთან დაკავშირებით, ფაქტიურად მთელი ცხოვრება რაც ვიცხოვრე, იყო საღი აზრის ნაკლებობა, რამე თუ ყველა ქმედებას მოყვებოდა ხოლმე დესტრუქციული შეგრძნებები და არაჯანსაღი ემოციების განცდა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ იყო არასდროს მომართული იმითი, რომ მე თავის დაზიანება მინდოდა. პირიქით, ეს ყველაფერი ხდებოდა იმის სახელით, რომ მე მინდა რომ უკეთესად ვიყო. უკეთესი პარტნიორი ვიყო, უკეთესი ემოციები მქონდეს, უკეთესი ცხოვრება მქონდეს, უკეთესი სექსუალური ურთიერთობები მქონდეს. მოტივაციაში ესმედო. მაგრამ ეს ქმედებები რომ დაზიანებას იწვევდა, მე ამას ვერ ხვდებოდი. და მე მეგონა რომ თუ გავაგრძელებდი ამ ქმედებებს, სადღაც ეს შედეგს გამოიღებდა. და საღი აზრის ნაკლებობა ეგ არის ზუსტად რომ ხედავ რომ ეს ქმედებები ამ ქმედებებს ვიმეორებ და შედეგი არ იცვლება. ჭირდება რომ ქმედებები შევცვალო, მოვითხოვო დახმარება და მივყე რეკომენდაციებს. აი მაგალითად, რა პირველი რაც მახსენდება, მე უამრავი დამოკიდებულების გამოვლინება მქონდა, როგორც სუბსტანციური, ისე არასუბსტანციური ურთიერთობები და ასე შემდეგ, ასევე ნებაზე დამოკიდებულება, სექსუალურ ურთიერთობებზე, სექსზე, სექსუალურ ფანტაზიებზე დამოკიდებულება. და ეს ძალიან კარგად და ცხადად მახსოვს, სად დაიწყო და ბავშვობის რომელ ეტაპზე, როგორც ესე ვთქვათ, ერთ-ერთი გზა იმისი, რომ გავექცე რაღაც ემოციურ სტრესს და აი ემოციური სტრესის გახარჯვა იყო, თუნდაც თვითდაგმაყოფილება ძალიან პატარა ასაკიდან რა. მაგრამ ჩემი საღი აზროვნების ნაკლებობა დაიწყო მაშინ, როდესაც მე გამიჩნდა შეგრძნება, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში ჩემი სექსუალური მოცემულობა, როგორც შემიძლია რომ ვიყო სექსუალურად აქტიური, ის საკმარისი არ არის პარტნიორისთვის რა.
მე არაზოს მიკითხავს მისთვის, მას არაზროს უთქვამს ჩემთვის, მაგრამ მე მქონდა შინაგანი აი 100%-იანი დაჯერება და ამის გადამოწმებაც კი ამჭირდებოდა იმდენად მჯეროდა, რომ ჩემი აქტივობა და ჩემი პერფორმანსი და ჩემი შეგრძნებები მასთან ახლოს ყოფნა, მასთან სიახლოვე, ან ჩემი სექსის ხარისხი აბსოლუტურად მიუღებელი იყო. და ვერ ვიყავი საკმარისი რა. და გამიჩნდა ეგეთი ფიქრი, რომ თუ მე მოვიხმარდი ალკოჰოლს, მაშინ ბევრად კარგი შედეგი მექნებოდა და ბევრად მისაღები ვიქნებოდი აქტის დროს. და ალკოჰოლური მოხმარების დროს გაჩნდა სურვილი და ფიქრი, რომ მე მგონი ოდნავ კი უკეთესი გახდა, მაგრამ მე მგონი აი თუ მოსაწევს დავამატებ, უფრო უკეთესი გახდება და დავამატე მოსაწევს. მე ვატყობდი, რომ იმის მაგივრად, რომ უკეთესი გამხდარიყო, უფრო და უფრო ვშორდებოდი ემოციურად პარტნიორს პროცესში, ფიზიკურადაც უფრო ბევრად ნაკლები შემეძლო, არ ვსვავდი კითხვას, მქონდა შინაგანი დაჯერება, რომ რაღაცას ვაკლებ და მეტი ძალისხმევა უნდა ჩავდო, რაღაც სამსახურის და სამუშაოს გაწევას გავდა რა. იქ არ იყო ემოციების მოსმენა და ასე შემდეგ. რაღაცნაირად თითქოს აი მისიას ვასრულებდი რა. და მისიის შესრულების დროს იყო გამუდმებით ფიქრი, რომ მე მგონი დავაკელი დოზა რა, უნდა დავამატო რომ უკეთესი ვიყო. და ამ დოზების დამატება მიმიყვანა აბსოლუტურ დისფუნქციამდე. თავდაჯერებულობის ნულამდე დაყვანამდე. ისე რომ არანაირი სექსის სურვილი აღარ მქონდა, არანაირი შესაძლებლობები აღარ მქონდა. მაგრამ მე ჩემ თავში არ ჩდებოდა განცდა, რომ მე შეიძლება ნარკოტიკის გამოწვეული ყოფილიყო, ან საკუთარი თავის ზედმეტად ფუშინგისგან გამოწვეული ყოფილიყო, ან პარტნიორთან გაუზიარებლობისგან ყოფილიყო, ან გადამოწმება, ან რა ვიცი, პროფესიონალის ხელმძღვანელობის ნაკლებობა. ეს ყველაფერი ჩემ თავში არ ჩდებოდა. იმიტომ კი რომ ამის ინფორმაცია არ მქონდა, იმიტომ რომ ჩემს გონებაში იყო შინაგანი სულიერ ტკივილი, რომელსაც გაყუჩებები ჭირდებოდა. და ამ გაყუჩებებში ჩემი ეგოცენტრულობამ თუ ვერ მოიპოვა ის, რომ ყველაზე კარგი ვიქნები, მაშინ ყველაზე უარესი ვიქნები და ესეც სამყარო ცენტრში ყოფნა არის. და ამაში წავიდა ჩემი გონება თელი დაჯერებით, რომ მე არ ვარ საკმარისი და უნდა გავაკეთო შესაბამისი ქმედებები, რომ გავხდე საკმარისი. და აი ამ ნარკოტიკების დახმარებას, რომელსაც პირიქით უარესი უკავშირი მოყვა, უკუშედეგი მოყვა. მე ჩემს გონებაში გაჩნდა ესეთი გრანდიოზული გენიალური იდეა, რომ მე თუ დავიწყებდი სექს მუშაკებთან სიარულს და მათთან ვივარჯიშებდი, ბევრად მეტ სკილს შევიძენდი, სექსუალურ მრავალფეროვნებას ვეზიარებოდი, დავიხვეწებოდი, ბევრად უფრო მეტი ხანიც გავძლებდი სექსუალურ აქტივობაში, ჩემი სექსის პერფორმანსი მეტი ხანგრძლივობით იქნებოდა. მქონდა კომპლექსი, რომ ძალიან მალე ვათავებ, მქონდა ძალიან დიდი კომპლექსი, რომ ვერ ვაკმაყოფილებ და ვერ ვასიამოვნებ პარტნიორს და ეს ყველაფერი ჩემი სკილების და გამოცდილებების ნაკლებობა იყო. დავიწყე სექს მუშაკებთან სიარული. ამან გამოიწვია დამოკიდებულება და დღეში შეიძლება რამდენიმეც კი ყოფილიყო. და ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. და ამან რომ მეგონა რომ გამოიტანდა იმ შედეგს, რა შედეგის გამოც დავიწყე, ამან პირიქით სექსზე დამოკიდებულება გამოიწვია, პარტნიორთან გაუცხოება გამოიწვია, ყოველ ჯერზე ეს იწვევდა იმას, რომ რამდენად უსუსური ვარ, რომ მე ამაში ჯერ ფულს ვიხდი, მე მაინც არაფერი გამოდის. პარტნიორთანაც არ ვარ საკმარისი და მისაღები. ახალგაზრდა ბიჭი რატომ უნდა დადიოდეს სექს მუშაკებთან? ამ თვითგვემაში ვიყავ. და ამ თვითგვემას ის დროს რომ დახმარება მომეთხოვა პროფესიონალისგან, ან იმასთან ვისთანაც ჩემზე მეტი გამოცდილება ქონდა, ჩემს გონებაში გაჩნდა გენიალური აზრი. ირაკლი, რასაც აკეთებ, სწორად აკეთებ, უბრალოდ საკმარისად არ აკეთებ და ტემპს მოუმატე. უფრო მეტი ძალისხმევა ჩადე და გამოვა. მე დავიწყე რაღაც სასქესო ორგანოების მასაჟორების ყიდვა, რაღაც ტექნოლოგიების შემოტანა, გამადიდებლების ამღზნებების და შეგრძნებების გამაძლიერებლების გამოყენება. და ეს ყველაფერი ჩემს ემოციებს უფრო და უფრო განუცდელობისკენ უბიძგებდა. ეს ჩემს თავს უფრო და უფრო დიდი განცალკევებისკენ უბიძგებდა. მაგრამ ერთი წამიც კი არ ჩდებოდა ის აზრი, რომ ირაკლი, მე მგონი რაღაცას არასწორად აკეთებ რა. ამას ქვია გვირაბული ხედვა, ამას ქვია შეპყრობილობა, ამას ქვია სულიერი დაავადება, ამას ქვია უმართავობა. საღი აზრის ნაკლებობა, რომელიც რასაც იწვევს სულიერი ტკივილი, მძაფრი ემოციებისკენ მიდრეკილება,
საკუთარი თავის არ სიყვარული, დახმარების მოუთხოვნელობა, არაღიარება. და ეს ყველაფერი მე დამჭირდა იმისთვის, რომ მივხვდარიყავი, რომ ამ გონებას არ აქვს რესურსი იმისი, რომ საღი აზრი გაჩნდეს. სანამ არ მივა იმ ტკივილამდე, სადამდეც არ ვიტყვი, რომ სულ მეტი აღარ შემიძლია. ანუ თავის დროზე გაჩერების უნარი არ გამაჩნია. სანამ ფეხზე ვდგავარ, მაქამდე მგონია, რომ კიდევ შემიძლია. მაგრამ მე დამჭირდა ის ტკივილი, რასაც სულიერი ემოციური ფსკერი ქვია, სადაც ვიტყვი, რომ არა, სულ აქ აღარ შემიძლია, იმიტომ რომ მე სიკვდილის ზღვრამდე ვიყავი მისული, არა მარტო სექსუალურ ურთიერთობებში, არამედ აბსოლუტურად ყველა ურთიერთობაში. კიდევ ესეთი ამბავი მახსენდება, როდესაც ჩემო ყოფილმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ ურთიერთობა დაესრულებინა და ის პროგრამაში იყო იმ პერიოდში და მე მაშინ არ მქონდა 12 ნაბიჯი დაწყებული, რის მერეც გადავწყვიტე, რომ დამეწყო. რამდენიმე წლის შემდეგ, დაახლოებით 2 წლის შემდეგ, მე ხშირად ვაკეთებდი ხოლმე ჩანაწერებს, რომლის არსებობაც არავინ არ იცოდა, არც ოჯახის წევრმა. აი ეს შინაგანი რაღაცნაირი სულიერ ტკივილი, მაშინ მე ვერ ვხვდებოდი, რომ ეს სულიერ ტკივილი იყო, მაგრამ ეს შინაგანი განცდები რომ მომაწვევოდა ხოლმე, ტელეფონში ნოუთში რაღაცებს, ჩემს პატარა თხზულებებს, ნათხრობებს და რაღაც ნაამბობებს, ნაფიქრალებს წერდი ხოლმე რა, რომელიც არც კი მახსოვდა. და დაახლოებით 2 წლის შემდეგ შემთხვევით ამ ნოუთს ვახარისხებდი, ვასუფთავებდი და წავაწყდი რაღაც წერილს, რომელშიც იყო ძალიან დიდი სიყვარულის ახსნა ამ ადამიანის მიმართ. ერთ წინადადება რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. იქ იყო ძალიან დიდი ახსნები, გულწრფელობა იმ დროინდელი რაც შემეძლო, საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი, ვაკრიტიკებდი და ესეთ რაღაცას ვიძახდი. ნეტავ როდის დადგება დრო, როდესაც შევძლებ და ამ ადამიანთან ვიქნები იმ კონკრეტულ მომენტში, როცა მართლა ვარ და მასთან ერთად გატარებულ დროს დავუთმობ სრულ ყურადღებას და არ შემაწუხებს ტკივილი, მაშინ როდესაც ის ადამიანი ჩემთან აღარ არის. და ეს ხდებოდა 10 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე და კიდევ უფრო დიდხანს გაცნობის დროიდან, რომ მე არ შემეძლო ამ ადამიანთან ამ ადამიანისთვის საკუთარი თავის მიძღვნა, დროის დათმობა, აქ და ახლა ამ მომენტში, ამ წამს ყოფნა და იმ ურთიერთობებით სიამოვნების მიღება, იმიტომ რომ ჩემი გონება სულ აქეთ იქ დაქროდა და სულ ქონდა განცდა, რომ ეს მუდმივია, ეს სულ იქნება. და ამ მომენტში პრიორიტეტში სხვა რაღაცა ზის რა, რამე პრობლემის მოგვარება სამსახურეობრივი და ასე შემდეგ, ფინანსური და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც კი ეს ადამიანი ჩემთან ფიზიკურ სიახლოვეში აღარ იყო, გამუდმებით ჩდებოდა საშინელი სულიერი ტკივილი და თვითგვემა და ვიძახდი, რომ ირაკლი როდემდე უნდა გააგრძელო ესე, რომ დაგეწყოს ეს სულიერი ტკივილი, მაშინ როცა ეს ადამიანი შენთან არ არის. და მაშინ როგორ ხდება ის, რომ მაშინ ხვდები, რომ ეს ადამიანი უფრო ღირებული იყო, ვიდრე შენი მომენტში აღიქვამდი. და როცა ის ადამიანი შენს გვერდში, ამას ვერ ხვდები. ეს როგორ ხდება? და ჩემთვის მე ვაძლევდი ხოლმე პირობას, რომ აი ამ ადამიანს რომ ნახავ, დღეს ამასთან ვიქნები სულ მთელი ჩართულობით და ყურადღებით, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სურვილი. მაგრამ ეს ვერ ხდებოდა. იმიტომ რომ ჩემი გონება გამუდმებით რაღაცების ფიქრებშია, რაღაცების აზროვნებებშია. ჩემი გონებას არ აქვს უნარი, რომ აქ და ახლა მოცემულობა აღიქვას. სულ წარსულშია, რასაც არ უნდა აკეთებდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისთანაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, იმ მომენტით სიამოვნების მიღება არ შეუძლია. და მე მქონდა დაჯერება ყოველთვის და ერთთვის არ მეპარებოდა, რომ კაი, ეხლა არა უშავს. მაგრამ აი რომ ნახავ ხვალ შევძლებ, ხვალ თუ არა ზეგ შევძლებ და ეს დაჯერებები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. და ეს იმიტომ რომ მე არ მქონდა საღი აზრის საკმარისობა იმდენად, რომ მივხვდარიყავი, რომ ეს ჩემი სურვილზე კი არაა დამოკიდებული. ეს დაავადება მე არ მეკითხება რა მინდა და რა არ მინდა. ეს დაავადება მე არ მეკითხება მესმის თუ არა სიყვარული და ურთიერთობები. ეს დაავადება არის სულიერი დაავადება, რომელიც შეპყრობილია განუცდელი ემოციებით, მომავლის წარმოდგენებით და ვერ აღიქვამს ამ მოცემულობას, ამ მომენტს, ამ მომენტში მყოფ ემოციებს, ამ მომენტში მყოფ აზრებს, ამ მომენტში მყოფ მოცემულობებს და ადამიანებს. არ შეუძლია სიყვარულის გამოვლინება. როცა მტკივა მე და რა ვიცი, ფეხი თუ მაქვს მოტეხილი, მე მხოლოდ ფეხი მადარდებს და იქ ვინც არ უნდა გვერდში მედგეს, მათ სიყვარულს ვერ ვგრძნობ. ხო და აი ამ ტკივილში ვარ მე სულ მთელი ცხოვრების განმავლობაში. შესაბამისად რა სიყვარულზეა ლაპარაკი. მაგრამ ამის საღი დაკვირვების უნარი არ გამაჩნია. და მე მჭირდება რომ ეს ყველაფერი ვაღიარო. და ვაღიარო რომ ამ გონებას მსგავსი საკითხებთან გამკლავების უნარი არ გააჩნია, იმიტომ რომ ეს გონების დონეზე არ წყდება, ეს სულის დონეზე წყდება. და სულიერ დონეზე ჭირდება სულიერი მკურნალობა. ძალა უფრო ძლიერი ვიდრე საკუთარია. მადლობა.